ამ წუთებში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს ლიერი საქართველო ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ბატონებო და ქალბატონებო, გთხოვთ მივესალმოთ ბატონი თამაზ დათუნაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით თბილისს, მოგესალმებით ყველას აქ. ყველას ვინც არ დაიღალეთ, ვისაც არ გეშინიათ. მიუხედავად იმ გაუსაძლისი ვითარებისა, რომელიც ამ ქვეყანაში არის. დგეხართ, იბრძვით და იბრძოლებთ ბოლომდე. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს აღარ იყოს კორუფციის ჭაობი. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს არ გაეხვიოს იმ უბედურებაში, რომელშიც ამ 13 წლის მანძილზე ეს ქვეყანა არის. აქედან და თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ყველა სინდისის პატიმარს, ყველა მებრძოლს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იჩაგრება სისტემის მიერ, ვინც იბრძვის ბოლომდე განურჩევლად მისი პროფესიისა, პარტიული კუთვნილებისა თუ იდეებისა, ყველა სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და სხვებს და განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ეს ამბავი გამოცადეს სულ ცოტა ხნის წინ, ვინც ამ ბრძოლას ჩვენთან ერთად სათავეში უდგას. მე მინდა მივესალმო ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არიან პირველად ამ ღონისძიებაზე. მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა დღეს თქვენთან ერთად ერთი საღამო, აი ამ ძალიან რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას უდგას. სამწუხაროდ ისევ 30 წლის თავზე გზაგასაყარზე ვდგევართ, ისევ იქავართ, ისევ იმის ძიებაში ვართ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და რისთვისაც ქართველები მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვიბრძვით. თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ნათელი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, რომელიც არც ზღაპარია, არც ოცნებაა, არამედ რეალობაა. რეალობაა იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ ყვლიფავს კორუმპირებული მერი და მისი ჩინოვნიკები. რეალობაა, როდესაც ხელისუფლებას არ ეპოტინება მონსტრად ქცეული ოლიგარქი, რომელსაც ეს ქვეყანა არაფრად არ უღირს, მაგრამ თავის ძალაუფლება უღირს თითოეულ ქართველის სიცოცხლეთ, მომავლის იმედად. ამ ადამიანების გარეშე შესაძლებელია, რომ ეს ქალაქი, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, დღეს მოლდავეთთან და უკრაინასთან ერთად ასრულებდეს ევროკავშირის მოლაპარაკებებს და ნათელი მომავალი ჩვენ თვალწინ იყოს, მაგრამ ამას ეღობება ისევ რუსეთის მსახურებაში მყოფი ბანდა. ამიტომ მე თქვენთან ერთად მინდა დღეს წარმოვიდგინოთ ის თბილისი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც ოცნება არ არის, რომელიც რეალობაა. თბილისში, სადაც 10,000 სახლი არ ინგრევა, სადაც ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე არ ცხოვრობს ყოველდღიური რისკის ქვეშ. თბილისი, რომელშიც გადაადგილება შეიძლება, თბილისი, რომელშიც ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს არ აღწევს, იმიტომ რომ ამ ქალაქში არ ისუნთქება, იმიტომ რომ ამ ქალაქში არც ტრანსპორტი არ არსებობს, არც გადაადგილების საშუალება არ არსებობს. მე მინდა ერთად წარმოვიდგინოთ თბილისი, რომელშიც შესაძლებელია არაირჩიოს ჩვენმა მოხუცებმა მედიკამენტებსა და საკვებს შორის. თბილისი, რომელშიც 200,000 სამუშაო ადგილი და ღირსეული სამუშაო ადგილი რეალობაა. და ეს არის ის თბილისი, რომელსაც სათავეში უნდა ჩაუდგეს ენერგიული, ახალგაზრდა, ნამდვილი პატრიოტი პოლიტიკოსი. და მე მინდა დღეს ასეთი ადამიანი წარმოგიდგინოთ. მე მინდა გითხრათ, რომ 4 წელიწადში ის ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი ახლა მოგიყვებათ, აბსოლუტურად რეალური არის. შესაძლებელია, თუ ამ ქვეყანას არ ყოლიფავენ ოლიგარქები. მე მინდა ძალიან მხურვალეთ, მთელი გულით მივესალმოთ ამ ქალაქის მომავალ მერს, ღირსეულ პოლიტიკოს, მაგარ პატრიოტს, მაგარ მეგობარს, ირაკლი გუბრაძეს. Avardova. Olesavljevi. Ogoraka. მოვიდეთ გვეჩქარება, დრო არ უნდა დავკარგოთ. მადლობა თაზო. მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი ბევრწლიანი ბრძოლის, წინააღმდეგობის, საპროტესტო აქციების, ურთიერთ მხარდაჭერის
პარალელურად აუცილებელია ჩვენ ვისაუბროთ რეალურ ნამდვილ საქმეზე, რაც ჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, რაც ჭირდება ჩვენს დედაქალაქს და მე მინდა მოგიყვეთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ერთად თქვენთვის, თბილისელებისთვის, აი სწორედ ამ გუნდთან ერთად, რომელსაც ახლა მე თვალწინ ხედავ ადამიანებს, პროფესიონალებს, პედაგოგებს, ბაღის, სკოლის პედაგოგებს, მშენებლებს, არქიტექტორებს, სტუდენტებს და ხედავ ჩემს ორ ძვირფას მეგობარს, რომელიც დაგვიბრუნდა ბრძოლის ველიდან სხვა ბრძოლის ველზე და ეს პროგრამა და ეს საქმე სწორედ მათთან ერთად უნდა გაკეთდეს. მე მივესალმები მამუკას და ბადრის. მეგობრებო, თბილისი როგორც კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. აღარ არსებობს იმ უპერსპექტივობის გამო, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაატრიალა. აღარ არსებობს ის იმედი, რომელიც თითქოს და დაგვაჯერა, თქვა, რომ არაფერი არ გამოგივათ. და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და თბილისი თქვენთან ერთად, თბილისელებთან ერთად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისი მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1% უჭირავს საქართველოს ტერიტორიის, დედაქალაქში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის ნახევარი. სწორედ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, თითქმის ნახევარი დედაქალაქში ქმნის სწორედ იმ მთავარ ეკონომიკურ დოვლათს, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ჭირდება და შემდეგ ასრულებს მთელს ქვეყანას. ჩვენთვის მთავარია, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი 6 მთავარი პრიორიტეტი, 9 მთავარი პრიორიტეტი, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაკეთდება. ეს არის თბილისის განვითარების რეალური, ნამდვილი საჭიროებებზე მორგებული გეგმა. პირველი, ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა ჩვენი დედაქალაქისთვის. თბილისი როგორც მწვანე ქალაქი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება, უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა, თბილისი ავარიული სახლების გარეშე, მიუსაფარი ცხოველების პრობლემების სისტემატიური გადაწყვეტა, სისტემური გადაწყვეტა, ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები, ახალი სოციალური პოლიტიკა და თბილისი როგორც სუფთა ქალაქი, ყველაზე ევროპული და სუფთა ქალაქი. მე მინდა პირველ პუნქტზე მოგიყვეთ. ყველა ევროპულ ქალაქს დაფუძნებულს საუკუნეების წინ, ისეთი როგორიც არის რომი და მათ შორის სრულიად ახალ ქალაქებსაც აქვს ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა, რაც არის წრიული მაგისტრალი, რომელიც არტყავს ყველა ევროპულ დედაქალაქს. მე მინდა გთხოვოთ ერთი უცნაური რამ, რასაც ახლა ჩვენ ვიტყვით, ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გადაამოწმოთ საძიებო სისტემებში და ნახოთ, უბრალოდ მიაახლოვოთ რუკაზე სატელიტური ფოტოებით და ნახოთ, რომ ყველა ევროპულ ქალაქს აქვს წრიული მაგისტრალი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი დედაქალაქისთვის? დედაქალაქისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ 70-80 კილომეტრის წრიული ავტომაგისტრალის მშენებლობის პირობებში ჩვენს დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა, რომ განმუხტოს საცობები, რომ შევძლოთ მცირე, საშუალო, დიდმა ბიზნესმა მარტივი ლოჯისტიკა, რაც იქნება ბევრად უფრო იაფი და გააჯანსაღებს ეკონომიკურ გარემოს. დედაქალაქის გარშემო წრიული ავტომაგისტრალი თქვენ თბილისელებს მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენ საკუთრებაში არსებული კერძო ნაკვეთები გაიზრდება მათი ღირებულება 5-ჯერ, 10-ჯერ, თანაბრად განვითარდება ქალაქის ყველა წერტილი, როგორც ცენტრალური თბილისი, ასევე გარეუბნები. წრიული ავტომაგისტრალი, ახალი სარტყელი და ახალი შესაძლებლობა სწორედ ამისთვის არის. ეს დღეს ჩვენ შესაძლებლობას მოგცემთ 20 წუთის შუალედში დავფაროთ ნებისმიერი დისტანცია დედაქალაქის მასშტაბით, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ახალი სამუშაო ადგილებით, გააჩინოს ბიზნესის ახალი კერები დედაქალაქში. ეს არის ის იდეა, რომელიც ევროპულმა ქალაქებმა უახლოესი 10 წლეულების განმავლობაში, სადაც არ არსებობდა ეს, განახორციელეს და ამით ხელი შეუწყეს ქალაქის სწორ განვითარებას და ხელი შეუწყეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ყველა ჩვენი დაპირება, ყველა ჩვენი კონკრეტული გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე, ეხება რამდენიმე ძირითად საკითხს.
ეს არის სამუშაო ადგილები, ეს არის ქალაქზე რეალური ზრუნვა, სწრაფი გადაადგილება იმ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. მე მინდა გადავიდე მეორე პუნქტზე. ეს არის თბილისი მწვანე ქალაქი. თბილისში დღეს 200 ჰექტარი სარეკრეაციო ზონები არსებობს, თუმცა ისინი არის დღეს რიგი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენების და ოლიგარქების ხელში. ეს არის სწორედ ის სივრცეები, რომელიც დღეს აღარ ეკუთვნის ხალხს ნაწილობრივ, ნაწილი ჯერ კიდევ გვეკუთვნის და ნაწილი წართმეულია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ტიპის სარეკრეაციო სივრცე უნდა არსებობდეს დედაქალაქში, რომელიც დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან უშუალოდ გარდამავალი ზონებით და ეს გააერთიანებს არსენალის მთას, იპოდრომს, ცირკის მთას, ლაგუნა ვერეს, ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს, რომელიც 2 ჰექტარია, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს. ეს სივრცეები და მათი გაერთიანება ჩვენ მოგცემს დედაქალაქში ფილტვებს, თბილისის ფილტვებს, რომელიც გააჯანსაღებს ჩვენს გარემოს. ამ ყველაფრის დაგეგმარება სრულიად მარტივია, რეალურად დაგეგმარებულია, სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ერთად ჩვენს ღირსეულ განვითარებაზე და გარემოზე. ასევე ის სირთულე, რომელიც დედაქალაქს დღეს ახლავს, მისი მთაგორიანობა შეიძლება ვაქციოთ ჩვენს პრიორიტეტად და შესაძლებლობად. თბილისის გარშემო აკრავს 700 ჰექტრამდე ტყე-პარკი, რომელიც დღემდე გამოუყენებელი არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა. ის რეალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამ 700 ჰექტარში დავინახოთ თბილისის გარშემო და გავაერთიანოთ ერთიან უზარმაზარ ეროვნულ პარკად, რომელიც იქნება თბილისის ეროვნული პარკი, გააჩენს ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს. ეს ეროვნული პარკი მოიცავს მათ შორის კუშ ტბას, მთაწმინდის პარკს, თაბორის მთას, ნარიყალას და ბოტანიკურ პარკს. ეს შესაძლებლობა, რომელიც დღეს შეიძლება თბილისელებს ჰქონდეთ, ჩვენ უბრალოდ წართმეული გვაქვს, იმიტომ არავინ ამაზე არ საუბრობს. გარდამავალი ხიდებით, გადმოსახედებით, ტურისტული ლოკაციებით, სადაც არ იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ავტომობილით გადაადგილდებოდა. ეს უნდა იყოს იმ ტიპის სარეკრეაციო ზონა, როგორიც არის ნამდვილ ევროპულ ქალაქებში. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ როცა პროგრამაზე ვსაუბრობთ და რეალურ საქმეზე ვსაუბრობთ საქმიან ვითარებაში, ამ გეგმაზე მუშაობდნენ პროფესიონალები და ამ გეგმის განხორციელებაშიც იქნებიან ჩართული ადამიანები, კვალიფიციური ადამიანები, მებრძოლები, რომლებიც გამორჩეულად კარგად იცნობენ თბილისს. მესამე პუნქტი არის თბილისისთვის ერთ-ერთი მძიმე და გადაულახავი პრობლემა. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება თავისი საცობებით, თავისი არაკომპეტენტურობით, თავისი კორუფციით და ასე შემდეგ. მე მინდა რომ ამ საკითხზე ვთხოვო ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს თბილისს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იბრძოდა დედაქალაქში მრავალი სიკეთისთვის, თქვენთვის, თბილისელებისთვის. ალეკო ელისაშვილი. ვიესალმები ალეკოს. სამშობლოს მოგესალმებით. ტრანსპორტზე ვილაპარაკოთ, დაიწყო სკოლა, დაიწყო საცობების ჯოჯოხეთი, ხო? ყველამ ვიცით, კბილთა ღრჭენაა და ერთი ვაება. სინამდვილეში, ციდან არ ჩამოფრენილა ეს პრობლემა, უცბად ერთ სისმარე დღეს არ გაჩენილა საცობები, კონკრეტული წინაპირობები აქვს. მშენებლობებზე მე იქნება ლაპარაკი პირველი. ეს არის ქაოტური განაშენიანება. ნებართვები, რომლებსაც მექრთამეობის გამო გასცემენ ისე, რომ არაფერს არ ითვლიან. 3 მეტრის სიგანის ქუჩაზე 70 სანტიმეტრიან ცათამბჯენებს აშენებენ და უამრავი კიდე ნებართვა და ეს არის ერთ-ერთი ეს ქაოსის შედეგი და მეორე ურბანული განაშენიანების ქაოსი და მეორე გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა უკვე საცობების მოგვარება და რატომ საცობებში საათობით დგას 10,000-ობით და 100,000-ობით მანქანა, უზარმაზარი გამონაბოლქვია, ეს გამონაბოლქვი მძიმე მეტალები ილექება 1 მეტრის სიმაღლეზე, აი ამას უნთქავენ ჩვენი შვილები ზუსტად. კატასტროფულად არის არასრულწლოვნებში და ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებები გაზრდილი. ეს ამიტომ არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი და როგორ უნდა დავიწყოთ.
მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, კაი არაფერი იქიდან არ მახსოვს იმის მერე პერიოდში განსაკუთრებით, მაგრამ დაგვრჩა ერთი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდის მეტროპოლიტენი. ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება უნდა დავიწყოთ მეტროთი. მეტრო აქვს კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა რომ მოვაგვაროთ, ახლა ალუღლუღდა ჩვენი თაღლითი მერი რომ ეხა გაახსენდა 8 წლის თავზე რომ თურმე არსებობს გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი, სადაც ცოდვამადლის ის არის განკითხვა ხოლმე პიკის საათებში ჩასვლისა და ამოსვლის დროს ადამიანების საცობია მეტროში რო ჩადიან. მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელი საბჭოთა დროიდან არსებობს. ვაზის უბანში არის თითქმის დამთავრებული 90% დამთავრებული მეტრო, მაგრამ ყური არ შეუბერტყია კალაძეს, მაგრამ ჩვენ ამის აღდგენაზე ვფიქრობ. თავისუფლების მეტროს მეორე ამოსასვლელი, რომელსაც უზარმაზარი ახალი მეტროს გახსნის ეფექტი ექნება. სპეციალურად დაშენდა, გაიხსენეთ კარგად ორბელიანის, ანუ კოლმეურნეობაზე სხივისებური მიწისქვეშა ქვია, ვარსკვლავისებური. რატო? იმიტომ რომ მეორე ამოსასვლელი უნდა ყოფილიყო მეტროსი. ამას იქ ჩამოდის ყველა მგზავრი, კარგად ვიცით ბარათაშვილის ქუჩაზე და ესე პირდაპირ შეიწოვს მგზავრთან ნაკაც იქნება არაჩვეულებრივი ეფექტის მქონე. ამას გავაკეთებთ აუცილებლად. მეორე ამბავი, რომელიც ძალიან მარტივი ამბავია, მაგრამ არავინ არ აკეთებს, მეტროზე უნდა მოხდეს სატრანსპორტო ქსელის დაშენება და თბილისში უნდა გაიყოს მარშრუტები, უნდა იყოს ძირითადი მარშრუტები და პერიფერიული მარშრუტები. არ უნდა დადიოდეს არატევადი ტრანსპორტი ძირითად მარშრუტებზე. დღეს რა გვაქვს, რომ მეტროს ხაზის თავზე მიდის რამდენიმე ხაზი ავტობუსის და პარალელურად მიყვება მარშრუტკების რამდენიმე ხაზი და არიან ერთმანეთის გადასწრებაში. ასე არ უნდა ხდებოდეს. ინტეგრირებული უნდა იყოს. ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა დაჯდე და გადაანაწილოს სწორად. დღემდე ვიცით რომ 90-იან წლებში ძველი ბიჭები და ქურდები იმაშვებოდნენ ხოლმე, ხაზავდნენ მარშრუტკის ხაზებს და ის აგვაქვს დღემდე არავის არ მოსვლია ფიქრად რომ მოდი შევცვალოთ და სწორად გადავაკეთოთ, უზარმაზარი შვება იქნება. არატევადი ტრანსპორტი არ უნდა დადიოდეს ძირითად ტრასებზე, ძირითად მარშრუტებზე. მეტროებიდან შიდა კვარტლებში უნდა დადიოდეს სამარშრუტო ტაქსები, მაგრამ არა ძირითად მარშრუტებზე, როგორც გითხარით. შესაბამისად სწორად უნდა იყოს პრიორიტეტები დაალაგებული. ერთი აგერ ჩანს კიდევაც ნატურამ აქ ასეთ სიტყვა ოცნებას აღარ ვიძახი, ოცნება და ჯანდაბა მაგათ. ნატურამ აქ რომ თბილისში დაბრუნდეს მისი ისტორიული ტრანსპორტი, ტრამვაი. ეკოლოგიურად სუფთა, არანაირი გამონაბოლქვი არ აქვს. ამ ავტობუსებს გარკვეული გამონაბოლქვი აქვს, კი, მაღალი ხარისხის გაზია, მაგრამ მაინც გაზია. არაფერი გამონაბოლქვი არ აქვს, ტევადია, უსაფრთხოა, კომფორტულია, თანამედროვე ტრამვაი. უნდა დაბრუნდეს პირველ რიგში იმ ხაზებზე და იმ ადგილებზე, რომლებიც ეგრეთ წოდებული სატრანსპორტო უბეებია, სადაც არ არის მეტრო. ვაკეა ასეთი და განსაკუთრებით პრობლემური და საგანგაშო არის დიდი დიღომი ვაშლიჯვრის დაერთება დანარჩენ ქალაქთან, იმიტომ რომ 150.000 მანქანა დილით მიდის ვაშლიჯვარ დიღმიდან ცენტრისკენ და 150.000 ბრუნდება. წარმოიდგინეთ, იქ ვაება, ტანჯვა საცობებში, გამონაბოლქვი და კოლაფსი სატრანსპორტო. პირველ რიგში აქ უნდა გავიყვანოთ ტრამვაი. 1884 წლიდან დადიოდა ჩვენთან ტრამვაი. მართალია პირველი ცხენის ტრამვაი იყო კონკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დადიოდა და თანდათან ტრამვაის ქსელით უნდა დაიფაროს მთელი თბილისი. ძვირია ძალიან, მაგრამ აბა შეხედეთ სამაგიეროდ მისი ექსპლუატაციის დრო და ვადა არის უზარმაზარი. ეს ჩვენი ავტობუსები ახალია, კარგია, კომფორტულია, მაგრამ როგორც კი მოინჯღრევა, გადასაგდებია. იმის განაფერი აღარ გამოვა. ტრამვაის ექსპლუატაციის ვადა 30-40 წელი, მოდერნიზების შემთხვევაში 100 და 150 წელი დადის ზოგიერთ ევროპულ ქალაქში ტრამვაი. ასევე ერთი ის საბაგირო გზები, სანამ ერთ ძალიან მნიშვნელოვან იმაზე ჩვენ შეელობდით და ორივე ძალიან გაგვიხარდა რომ ამაზე ვფიქრობდით და ყველას მოგვეწონა. საბაგირო გზები, თბილისის რელიების გათვალისწინებით მხოლოდ 3 საბაგირო არ უნდა იყოს თბილისში. ერთი ვიყოთ აუკარგიანები, კარგი რაც გააკეთეს, რომ აღდგა რუსთაველიდან მთაწმინდაზე, ფუნიკულიორზე საბაგირო. კი ბატონო, მაგრამ დაპირება იყო 4 საბაგიროსი. 3-ზე გადაგვაგდეს, რა თქმა უნდა. ისანი სამგორი ვაზისუბნის საბაგიროს დაგვირდნენ აბასადარი, დეილისი სისტმა არ არის, სარაჯიშვილის ზღვისუბანი, ანუ თემქა სად არის? არ არის. მინიმუმ 7 ახალი ეს 3 რაც ჩამოთვალე და ამას დაბატებული კიდევ 4 საბაგირო გზა უნდა იყოს თბილისში. ასეთი რელიეფი გვაქვს. საბაგირო მარტო გასართობი და ტურისტულად საინტერესო არ არის, ესეც არის. 2-დან 3,000 გზავრამდე გადაყავს დღეში თითოეულ საბაგიროს. შესაბამისად ძალიან დიდი შვება იქნება და აუცილებელი. ეხლა აი ეს რაღაცა იმასავით მოტოვებული გვაქვს, რა ქვია, მარწყევით. თბილისში გვაქვს მდინარე, რომელიც არავის არ გვახსოვს. მოდის თავისთვის აყროლებული მღვრიე და სადღაც მიდის ესე ტრანზიტი ვართ, ქალაქი კი არა. არა და ადრე ქალაქ მაფორმირებელი იყო თვითონ მდინარე და მათ შორის ქონდა სატრანსპორტო ფუნქცია. კარგად გავიხსენოთ და ჩვენი დაპირება რა არის, რომ
მტკვარზე აღვადგენს სატრანსპორტო ფუნქციას. მტკვარზე უნდა დადიოდეს ტრანსპორტი. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და სატრანსპორტო ქსელთან მისი დაერთება უნდა მოხდეს, რომ სადღაც რო ამოხვალ, ახლა იმაში არ იყო, რა ქვია, დიღმის ჭალებში რო ამოხვალ, იგ რა ტურამ არ უნდა შეჭამოს. რა თქმა უნდა, იქვე უნდა იყოს სხვა გაჩერება, სხვა ტრანსპორტის. ჩასასვლელებს და ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, აბა კარგად გაიხსენეთ, მტკვარზე ყველა ჩასასვლელი ბეტონზე 40-ან 50-იან წლებში ბერიამ და შემდეგ კანით ჩარკვიანმა ზუსტად ამ სამდინარო ტრანსპორტისთვის გააკეთეს. და ეს ჩასასვლელები რაც არის, ეს არის სამდინარო მაშინდელი ტაქსის გაჩერებები, რომელიც კანით ჩარკვიანის როგორც ყველა ხელისუფლებას ჩვეოდა ხოლმე გადაასახლეს კანით ჩარკვიანი ყაზახეთში და იმ წამს მოსპეს როგორც მაშინაც ასე იყო, რომ წინა ხელისუფლებას ებრძვის ყოველი ახალი ხელისუფლება. აუცილებლად აღვადგენთ ტრანსპორტის სამსახეობას და კიდევ ერთი. ყველა ქალაქში პრიორიტეტული არის ველოსიპედი. ძალიან კარგია. რა ვიცი, ჯერ ჯანს არ უჩივი, ისე ვარ მხნედ 47 წლისა კი ვარ, მაგრამ მე ვცდილობ ხოლმე ველოსიპედით ხანდახან გავიდე, მაგრამ თბილისის რელიეფის გათვალისწინებით არის კატასტროფა. აბა ვინც იცის ჯავის ქუჩა სადაც არის, ან ლეჩხუმის ქუჩაზე ეს ყმაწვილი რო ცხოვრობს აგერ ჩვენი მომავალი მერი, აბა მიდი ადით ველოსიპედით ლეჩხუმის ქუჩაზე ან ჯავის ქუჩაზე და მე ჩემთან ამოდით თაწმინდაზე და აბა ვნახავთ რა მაგრები ხართ. ამიტომ კი ბატონო, ძალიან გვიყვარს ველოსიპედი, მაგრამ თბილისში ვერ მუშაობს. მაგრამ მუშაობს და გამოცდილება გვაქვს ესეთი ემპირიული კანტიკუნტი ელექტრო ველოსიპედები. უნდა მოეწყოს დატენის სადგურები, უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, უნდა დავილაპარაკოთ კერძო კომპანიებთან, მილიონი გამოცდილება არსებობს თელს ევროპაში და უნდა წავახალისოთ ელექტრო ველოსიპედები ჩვენს ქალაქში. და ბოლოს პარკირება და პარკინგი. სიტი პარკი რო გავაგდეთ, გვეგონა რომ არიქა ამოისუნთქა ქალაქმა და გავიღვიძებდით ბედნიერ თბილისში. თქვენც არ მომიკვდეთ. უარესი მუნიციპალური სიტი პარკი გვაქვს. უფრო აგრესიულები და თავხედები სერვისის დროს, უფრო დიდი გადასახადები, უფრო დიდი ჯარიმები. 2018 წლიდან დღემდე პარკირების სხვადასხვა გადასახადის შედეგად ბიუჯეტში მუნიციპალურში შევიდა 130 მილიონი ლარი. რაში დახარჯეს ეს ფული? საღებავში. ამათვის პარკინგის ადგილი არის ქუჩა. მიივლენ, მითხიპნიან, რომ სიტი პარკს რას ვაყვედურობდით სხვას, ხო, რომ ქუჩას ღებავდნენ და მეც არაფერს არ აკეთებდნენ. 130 მილიონი ჩვენი ჯიბეებიდან პარკინგის საფასურო ჯარიმები ამოიღეს, არაფერი არ გაუკეთებიათ ქუჩების დახაზვის გარდა. არა და ჯერ კიდევ ნარმანიას დროს, აი აქაც ვაგზალზე, სადაც ახლა პრეზენტაცია გვაქვს, უნდა აშენებულიყო მიწისქვეშა, მიწისზედა პარკინგი და 10 ლოკაცია იყო შერჩეული. თბილისის 25 ლოკაციაზე. ჩვენ ავაშენებთ აი ამ ჯარიმებიდან შემოსული თანხა, ხომ უნდა ჩააბრუნდეს და ხომ უნდა იყო პირნათელი საკუთარ მოქალაქესთან, არა გაჯარიმებ შენგან თანხას ვიღებ, მაგრამ რისთვის ხმარობ? ის მიდის და ლამბორჯინებს ყიდულობს ის. ჯერ კიდევ მერი რო არის. ჩვენ ამ ფულს მოვახმართ 25 ლოკაციაზე მიწისქვეშა და მიწისზედა მუნიციპალური პარკინგის სივრცეების აშენებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქმა პარკინგის თვალსაზრისით ამოისუნთქოს. ეს არის მოკლედ ცლად უფრო აქ შეგიძლიათ ჩვენს დაბეჭდილ გეგმაში წაიკითხოთ, ან ვებგვერდზე შეხვიდეთ, შემდეგ ვიკამათოთ ძალიან დიდი სიამოვნებით ზადვართ ამაზე ვიკამათოთ. ბატონო მერო, ეს რაც შეეხებოდა ტრანსპორტს. მადლობა. ალეკო მნიშვნელოვანი საკითხი შეეხო. მართლა ეროვნული ინტერესის და ეროვნული საკითხია დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოგვარება, პრობლემების მოგვარება. ყოველწლიურად ჩვენს დედაქალაქში უამრავი ადამიანი დგება ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პრობლემის წინაშე. ყოველწლიურად საქართველოში ძიმე სათქმელია, მაგრამ 10,000-მდე ადამიანს ეუბნებიან ძიმე სიტყვებს, რომ მათ აქვთ ონკოლოგიური დაავადებები. 10,000 ადამიანს. აქედან ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე. და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ არის სწორედ დაბინძურებული ჰაერი, რომელზეც პერიოდულად მოგდის ხოლმე ინფორმაცია, ისიც საელჩოების მიერ ქველმოქმედების ნიშნად დადგმულ ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელი სადგურებიდან. მე გეუბნებით და გაძლევთ გარანტიას ჩვენს გუნდთან ერთად, რომ ახალი ადმინისტრაცია და მთავრობა დედაქალაქის იქნება ის, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ ყოველწლიურად ათასობით ბავშვს ვუსვამდეთ საზოგადოება დიაგნოზს ონკოლოგიური დაავადების და პატიობდეთ საკუთარ თავს იმ ჯოჯოხეთს, რასაც ჩვენ
დედაქალაქს ვუკეთებთ, საკუთარ თავებს ვუკეთებთ და ყველას ეს ნათლად უნდა გვესმოდეთ. ამიტომ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში ხისტი გადაწყვეტილება იქნება ეს, სწრაფი სამოქმედო გეგმა იქნება, არაფერზე უკან არ დავიხევთ, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენს დედაქალაქს და ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ამ ყველაფრის გაგრძელება არის მეოთხე პუნქტი, ეს არის უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა. ბოლო 13 წლის განმავლობაში და მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც წინა ხელისუფლების ქალაქის მთავრობამ დაუშვა უმძიმესი შეცდომები და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის მაგალითად სპორტის სასახლე და უკან არსებული მართლა ურბანული ჯოჯოხეთი, ხან ბეტონის ჯუნგლებს ვეძახით, ხან რა სიტყვა მოუფიქრეთ, მაგრამ პრობლემა ვერ გადავჭერით, იმიტომ რომ არასწორ მიდგომებს ვიყენებთ ხელისუფლებებთან მიმართებაში. არ ვთხოვთ ყოველთვის პასუხს. ჩვენ ვამბობთ, რომ პირველ რიგში რაც სამშენებლო ურბანული ჯოჯოხეთის მოგვარებას უნდა შეეხოს, ეს არის კეთილსინდისიერება და ურბანული გეგმა, ქალაქის გენერალური გეგმა, რომელზე გადახვევაც უნდა იყოს დასჯადი. შეუძლებელია რომ ერთ დღეს ცხოვრობდეთ თქვენ საცხოვრებელ სახლში, საძინებლიდან იყურებოდეთ, უყურებდეთ რაღაცა მწვანე საფარს და მეორე დღეს კედელი ამოშენდეს თქვენთან. ამ დღეების, კვირეების, ბოლო 2 თვის განმავლობაში აქტიურად დავდივართ, მანამდეც დავდიოდით, მაგრამ აქტიურად დავდივართ კონკრეტულ ლოკაციებზე, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში და ვხედავთ ნიკუშაზის აქ ერთ-ერთ უბანში ვიყავით სტუმრად, სადაც პარკინგის შესასვლელი ამოუშენა მეზობელმა დეველოპერულმა კომპანიამ. პარკინგის შესასვლელი ამოუშენა. უბრალოდ რამდენიმე დაახლოებით 20-მდე ოჯახს, რომელსაც პარკინგი შეძენილი ჰქონდა, შესასვლელი ამოუშენა სხვა კორპუსმა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახანძრო უსაფრთხოებაც კი დაუცველია რიგ სამშენებლო მოედნებზე და უბნებში, სახანძრო მანქანაც კი ვერ მიუდგება, სამაშველო ოპერაცია რო იყოს საჭირო. ეს არის არაკომპეტენტურობის და კორუფციის შედეგი. ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი პოზიცია, ჩვენი რწმენა და ჩვენი საქმე იქნება ორიენტირებული მხოლოდ კეთილსინდისიერ პოლიტიკაზე, კვალიფიციურობაზე, ნამდვილი რეალური ურბანისტების მოწვევაზე და მათთვის რეალურად ისინი უნდა იყვნენ ამ პოლიტიკის გამსაზღვრელი და ჩვენ შევძლებთ რომ ეს გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ხარისხი, არ დავაზიანოთ სხვა მოქალაქის ინტერესი, თუმცა ხელი შევუწყოთ რეალურ ხარისხიან ევროპულ სამშენებლო პოლიტიკას და სამშენებლო ბიზნესს ამ ქვეყანაში. დეველოპერს როცა გაიგონებს თბილისელი მოქალაქე, მას არ უნდა ეშინოდეს და მას არ უნდა უჩნდებოდეს უარყოფის განცდა. კეთილსინდისიერ სამშენებლო ბიზნესს ჩვენ დავუდგებით აუცილებლად მხარში და მხარს დაუჭერთ. მეხუთე პუნქტი, თბილისი ავარიული სახლების გარეშე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ავარიული სახლების პრობლემა წამოვწიეთ დღის წესრიგში. ავარიული სახლების პრობლემა და უნდა გვესმოდეს, როცა ვამბობთ, ყურიც მიეჩვია ყველაფერს 10,000 ავარიული სახლი დედაქალაქში. ოღონდ 10,000 ავარიულ სახლს როცა ვამბობთ, მაგალითისთვის, როცა ჩვენ ვიყავით ვაზის უბანში, დიდ დიღომში და სხვადასხვა უბნებში, ერთ სახლად ითვლება 9 სართულიანი კორპუსი, სადაც 10-ობით ოჯახი ცხოვრობს და 100-ობით მოქალაქე და ბავშვი. და 10,000 ავარიული სახლია ასეთი ამ ქალაქში. 10,000 ავარიული სახლი, რომელშიც მყოფი ადამიანები სიკვდილსიცოცხლის რისკის ქვეშ არიან. ამ დროს რეალური გადაწყვეტილებები, ადგილმონაცვლეობა, ჩანაცვლება, ავარიული სახლების გამაგრების პოლიტიკა არ არსებობს. გამოყოფილი 20 და 25 მილიონი ლარი არის სასაცილო თანხები. როცა მაგალითად თაწმინდაზე ვიყავით, მე და ლანა გალდავა, აღმოვაჩინეთ იქ, რომ 15 წლის წინ გაიყვანეს ავარიული სახლიდან მოქალაქე, რომელსაც ქირას უხდიან და ამ დროს ქირაში გადახდილი თანხა რამდენიმე ოჯახისთვის 9 მილიონია, ხალხო. ეს არის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ ავარიული სახლების პრობლემა ყისიერად უნდა გადაიჭრას დედაქალაქში. ჩვენ უნდა დავაძღვიოთ საკუთარი თავი არსებული ტრაგედიებისგან და მე არ უნდა ვიყოთ ვაივიში, რომ ეს შეცდომა დავუშვით, სადღაც ძალისხმევა დავაკელით. 10,000 სახლი, სადაც ცხოვრობს 100,000-ობით მოქალაქე, თბილისელი, სასწრაფოდ უნდა იყოს ჩანაცვლებული, რეაბილიტირებული ან გამაგრებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ შეიქმნას 1 მილიარდიანი ფონდი, 1 მილიარდი ლარი, რომელიც უნდა მიემართოს ავარიული სახლების რეაბილიტაციას და ჩანაცვლებას. არსებობს ევროპული ფონდები, რომლებიც უჭერენ მხარს ჩვენი მდგომარეობაში მყოფ მსგავს სახელმწიფოებს და ეს არაერთხელ, ეს მხარდაჭერა არაერთხელ მიგვიღია, მაშინ როცა კარგი ურთიერთობა გვქონდა ევროპულ დასავლურ სამყაროსთან. ცალსახად ვამბობთ, რომ
1 მილიარდი ლარის მობილიზება 4 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია და თქვენთან ერთად ამას გავაკეთებთ. მე-6 პუნქტი მიუსაფარი ცხოველები, მათზე ზრუნვა და იმ რეალური პრობლემის მოგვარება, რომელიც ქუჩაში ხდება მოქალაქეებს, რომლებსაც უყვართ მიუსაფარი ცხოველები, გვიყვარს მიუსაფარი ცხოველები, მე მყავს ჩემი შინაური ცხოველიც, უბანში მიკედლებული მიუსაფარი ძაღლებიც და ეს არის გამოხატულება იმ ზრუნვის, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. საზოგადოება, რომელიც არ ზრუნავს მიუსაფარ ცხოველზე, მას სჭირდება მეტი ყურადღება, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ამ წლების განმავლობაში მოქალაქეებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ შევხვედრივართ უფლებადაცვით ორგანიზაციებს, უფლებადამცველ მოქალაქეებს, რომლებიც პირადი შესაძლებლობებით და რესურსებით ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე. ჩვენი გადაწყვეტილებით ცალსახად უახლოეს მომავალში 5 ოქტომბრიდან შეიძლება ითქვას ცხოველთა დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი გაიზრდება 3-ჯერ იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს მიუსაფარი ცხოველების მათი პოპულაციის მართვა და ზრუნვა რეალურად მათზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ცალსახაა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, აქაც არიან თათია ჯიმშიტაშვილი და ჩვენი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ და მათგან ყოველთვის ხედავ მაგალითად ისტორიებს, როგორ შეხვდა დაზიანებული მიუსაფარი ცხოველი ავტომობილით, როგორ გადაჰყავთ სადღაც ვეტერინარულ კლინიკაში, ვერ პოულობენ, რიგში არიან, არ მიიღეს და ასე შემდეგ. ცხადი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცხოველთა დაცვის სააგენტომ უნდა შეიძინოს მობილური ვეტერინარული კლინიკები, რომლებიც მოემსახურება ჩვენს გარშემო არსებულ მიუსაფარ ცხოველებს, იმისთვის რომ მათზე იზრუნოს, ისინი გადაარჩინოს და შექმნას ჰუმანური გარშემო, ზრუნვის გარემო ჩვენს დედაქალაქში. მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ამ დედაქალაქში, ჩვენს თბილისში გადაწყვეტილი. მე-7 ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები. რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? როცა პრობლემებს ვაგროვებთ ხოლმე სხვადასხვა უბანში, ხდებიან პენსიონერები, რომლებიც პირველ რიგში სოციალურად დაუცველები პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები, რომლებიც პირველ რიგში გვესაუბრებიან მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. ჩვენთვის იმისთვის, რომ დავცლათ დიაგნოზი რა მდგომარეობაში არის ჩვენი სახელმწიფო, მარტივია გადავხედოთ მხოლოდ ერთ სტატისტიკას. დღეს საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით არის 68 წელი. ქალბატონების მხოლოდ და მხოლოდ 74 წელი. მაშინ როცა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 80-90 წელი, საშუალო ხანგრძლივობა ქალბატონებშიც, მამაკაცებშიც და ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. ჩვენ გვყავს ექიმები, რომლებიც იბრძვიან, რომლებიც შრომობენ პირობების მიუხედავად, ცუდი პირობების მიუხედავად, დაბალი ხელფასების მიუხედავად, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება, რომ ჩვენ შევძლოთ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა. ბედნიერი, კეთილდღეობით სავსე სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამისთვის საჭიროა, რომ მუნიციპალური პროგრამით დაფინანსდეს ყველა ის აუცილებელი მედიკამენტი. დღეს ამ ქალაქში ადამიანს არ უნდა უჭირდეს წნევის წამლის ყიდვა. და უჭირთ. ამას გვეუბნებიან, წერენ, გვიზიარებენ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება შედგეს საზოგადოებად, მაშინ იმ შემთხვევაში თუ იქ იქნება ხანდაზმული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქე დაფასებული. ამიტომ მუნიციპალური პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ყველა აუცილებელ მედიკამენტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, იქნება აუცილებლად ახალი მერიის და ახალი საკრებულოს პრიორიტეტი. დარწმუნებულები ვართ, რომ გარდა იმისა, უნდა ვზრუნავდეთ აქამდე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, ასევე მნიშვნელოვანი და მთავარი არის პრევენცია. და პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ ორი მიმართულებით. ერთი, რასაც ვეძახით, სკრინინგი, გადამოწმება, მუდმივი წინასწარ ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ადრეულ ეტაპზე, ვცადოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება და ჯანსაღი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრება და 25 სპორტ კომპლექსი დედაქალაქში, რომლის მშენებლობაც აუცილებლად დედაქალაქში განხორციელდება. ნამდვილი სპორტ კომპლექსები, რომლებიც მოემსახურება მოქალაქეებს, აუზები, რომელიც შექმნის ჯანსაღ მომავალ თაობას. საზოგადოება და სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს მომავალ თაობაზე, ის ვერ იქნება წელში გამართული.
მერვე პუნქტი ახალი სოციალური პოლიტიკა. საქმეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ იმდენი მძიმე პრობლემის შემოტანა გვიწევს და თითქოს რაღაცა მარტივად ამ ყველაფრის გადაგორება, რომ რაღაც მეუხერხულება ხოლმე თქვენთანაც, საკუთარ თავთანაც, მაგრამ ასეთი მემკვიდრეობა გველოდება ჩვენ, მემკვიდრეობა, რომელიც არის ნაძარცვი, რომელიც არის კორუფციით და არაკომპეტენტურობით სავსე. ახალი სოციალური პოლიტიკის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენს მომავალ თაობას საჯარო სკოლებში მივცეთ შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ რეალურად. რას გულისხმობ თამაში? ყველა სოციალური საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ი წლების განმავლობაში გვეუბნება, რომ მთელ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, ყოველი მესამე ან მეოთხე ბავშვი შიმშილობს სკოლაში, როცა ისინი გადიან სასწავლო პროცესს. ყოველი მეოთხე და მესამე ბავშვი შიმშილს განიცდის. მე მინდა მივმართო განსაკუთრებულად მასწავლებლებს და პედაგოგებს, რომელთაც ყველაზე ნათლად იცით, შეგიმჩნევიათ გულწასული ბავშვები გაკვეთილზე, შეგიმჩნევიათ როგორ ვერ შედიან მაგალითად ბუფეტში და ვერ ყიდულობენ პატარა ფუნთუშასაც კი ამ სიღარიბის და მძიმე მდგომარეობის პირობებში. თქვენ უნდა იყოთ მასწავლებლები და პედაგოგები, ვინც ამ საკითხს წამოსწევთ ისეთ სიმაღლეზე, რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამ პრობლემაზე არ ილაპარაკებს. ჩვენ ვამბობთ, რომ 100 მილიონი ლარის გამოყოფით შესაძლებელია დედაქალაქში ბავშვთა შიმშილის გადაწყვეტა სკოლებში. ყველა საჯარო სკოლაში უნდა იყოს ბავშვთა უფასო და ჯანსაღი კვება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სწორედ იმ მომავალზე, რომელიც იზრდება თქვენს შვილებზე, თქვენი მეზობლის შვილებზე, ვისაც ამის საჭიროება აქვს და ეს საჭიროება თვალნათელია ყველა კვლევის მიხედვით. ერთ-ერთი გაგრძელება იმ შიმშილის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევს. ყოველწლიურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება ამ ქვეყანაში. ეს ნიშნულია იმისა, მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოება ღარიბდება და ამ სიღარიბის შენარჩუნებას არასწორი სოციალური პოლიტიკით ანტიქართული ოცნება ცდილობს. დღეს სოციალურ სასადილოში ერთი ადამიანის გამოკვებაზე, ერთი ულუფის მომზადებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 1 ლარი და 70 თეთრი. 1 ლარი და 70 თეთრი. წარმოიდგინეთ, აი თქვენ აქ მყოფმა საზოგადოებამ, მაყურებლებმა, ვინც გვიყურებს, რისი მომზადება შეიძლება ერთი ადამიანისთვის 1 ლარად და 70 თეთრად. რაშიც ასევე შედის შენობის ადმინისტრირება, ხელფასები, კომუნალური გადასახადები და ასე შემდეგ. რეალურად ეს თანხა ჩამოდის დაახლოებით 1 ლარსა და 30 თეთრზე, მაგრამ თუნდაც იყოს 1 ლარი და 70 თეთრი. ეს არის ის სამარცხვინო ოდენობა, რომელზეც საუბარიც არ შეიძლება. არც კი შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოთ. ღირსების შემლახავია. ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი გეგმა, ჩვენი საქმე იქნება ის, რომ რეალურად რამდენიმეჯერ უნდა გაიზარდოს, 3ჯერ, 4ჯერ უნდა გაიზარდოს ულუფის ღირებულება იმისთვის, რომ შევძლოთ მრავალფეროვანი, ხარისხიანი, რეალური მხარდაჭერის გამოცხადება. იმიტომ რომ თუ შენ ხედავ შენს გარშემო ღარიბ ადამიანს, რომელსაც უჭირს, რომლის სიღარიბეშიც ეს სახელმწიფოა სწორედ დამნაშავე, მას უნდა დაუდგე გვერდით და შესთავაზო ღირსეული მხარდაჭერა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს სუფთა ქალაქი. და სუფთა ქალაქში ჩვენ გულისხმობთ იმ პრობლემების მოგვარებას, თავისი პრიორიტეტებით, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. დღეს არ არის არც ერთი ევროპული ქალაქი, რომელსაც გვერდით აქვს უზარმაზარი ნაგავსაყრელი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც ამ ქალაქს წამლავს და არა მხოლოდ ამ ქალაქს. ქალაქის გარშემო ყველა სოფელს დასახლებას უშლის ხელს, რომ რეალურად განვითარდეს. უნდა აშენდეს საყოფაცხოვრებელ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რეალურად მოაგვარებს ამ პრობლემას, რომელიც ჩვენს დედაქალაქს გააჩნია.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც თითქმის ასევე ყველა ევროპულ ქალაქს გააჩნია, მაგრამ ისინი აფასებენ. და ეს არის მტკვარი, რაზეც ალეკომ ისაუბრა. მტკვარი, რომელიც თითქოს და ამორფულად დედაქალაქს და თბილისს არ ეკუთვნის. არ ვაღიარებთ, არ ვამჩნევთ და თავისთვის მღრიე მიედინება. მნიშვნელოვანია, რომ მტკვარი აღვიქვათ დედაქალაქმა და თბილისმა როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც აჯანსაღებს დედაქალაქს და თბილისს. აუცილებელია აშენდეს მტკვარზე გამწმენდი ნაგებობები და დავიბრუნოთ ის მდინარე, რომელიც ასულგმულებს ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს თბილისს. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ დაიწყოს ჰაერის რეალური მონიტორინგი, ვიცოდეთ ჩვენი მდგომარეობა და ჰაერი, რითიც თქვენ და თქვენი შვილები სუნთქავთ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი, რასაც პირველ რიგში ჩვენ გავაკეთებთ, იქნება დავუსვათ დიაგნოზი არსებულ მდგომარეობას და ვიკვლიოთ ჰაერის და წყლის მდგომარეობა ჩვენს ქალაქში, რას ვსვამთ და რას ვსუნთქავთ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ. და ბოლოს, ყველა ის პრობლემა, ბოდიშს ვიხდი გულწრფელად, რომ ამდენ პრობლემაზე ვსაუბრობ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, არის ერთი რამის ბრალი და ეს არის კორუფცია. კორუფცია, რაშიც ჩაძირულია ჩვენს გარშემო სახელმწიფო უწყებები. მათ შორის თბილისის მერია. ჩვენი პირველი გადაწყვეტილება, ჩემი პერსონალურად პირველი გადაწყვეტილება, მერად გახდომის შემთხვევაში იქნება ის, რომ ჩვენ მოვიწვევთ საერთაშორისო აუდიტს, რომელიც შეისწავლის ქართული ოცნების პირობებში, უпростоრად ანტიქართული ოცნების პირობებში ჩადენილ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ჩადენილ დანაშაულებებს, სავარაუდო დანაშაულებებს, მაგრამ ეს უნდა შეაფასოს საერთაშორისო დამოუკიდებელმა აუდიტმა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს, ვინ გაძარცვა თბილისელები, ვინ შექმნა ჩვენს დედაქალაქში ამდენი პრობლემა და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ასევე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ წარსულზე, 4 წლის განმავლობაში მე პირადად მზად ვარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც წარდგენილები არიან, ვიცემერად ალეკო ელისაშვილი, ტატა ხვედელიანი, მზად ვართ, რომ ყოველი სამუშაო წლის ბოლოს მოვიწვიოთ საერთაშორისო აუდიტი, ოპოზიციაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ აწ უკვე განსაზღვროს, რომელი საერთაშორისო აუდიტი ურჩევნიათ და ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გამჭვირვალე და თბილისელების ინტერესს მორგებული, იყოს შესწავლილი და დამტკიცდეს, რომ ეს არის კვალიფიციური, სწორი და სახალხო გადაწყვეტილება. მე მინდა გითხრათ, რომ ის ბრძოლა, რაშიც ახლა ჩვენ ყველანი ერთად ვიმყოფებით, არის მართალი ბრძოლა. მართალი ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია სადაც კი შეიძლება მოქალაქეებზე ისაუბრო, მათ პრობლემაზე, არ მისცე შესაძლებლობა რუსულ რეჟიმს, რომ გაიმყაროს ძალაუფლება, ყველგან უნდა ვიბრძოლოთ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ იდეას, ეს არ არის ფრაზა, ამ იდეას ყოველთვის მივყავართ გამარჯვებამდე. საბოლოო გამარჯვებამდე, რომელსაც ერთად მივაღწევთ. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება საქართველოს, რომელიც არის დღეს ტყვეობაში, იმ პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად დღეს მთელი საქართველო არის ოკუპირებული რუსული რეჟიმის მიერ. მთელი საქართველო არის ციხეში, იმიტომ რომ ივანიშვილმა სცადა, რომ ჩვენთვის იმედი წაერთმია. დღეს ჩვენი ბრძოლა უნდა აძლევდეს იმედს თითოეულ თბილისელს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა არის ყველა ველზე. დილით უნდა ვიყოთ არჩევნებზე, საღამოს უნდა გავაგრძელოთ რუსთაველზე. წინააღმდეგობა უნდა იყოს შეუქცევადი, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას. მადლობა მინდა გითხრათ თქვენი გამძლეობისთვის, ბრძოლისთვის, რასაც თქვენ ასხივებთ. ერთად აუცილებლად შევძლებთ თბილისი ვაქციოთ ნამდვილ ევროპულ დედაქალაქად. მადლობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალს ძლიერი საქართველოს ლელოს საარჩევნო ღონისძიებას გაერთიანება მხარდამჭერებს თბილისის განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა გააცნო.